მაესტრო და კავკასიის საერთაშორისო ფესტივალის SIFA კოლეგა ფესტივალებთან ერთად წარმოგიდგენთ. გამარჯობათ, მაესტროს ეთერშია ყველაზე არასარეკლამო გადაცემა რეკლამაზე. ჩვენ ვაგზავნებთ იმ საუკეთესო რგოლების ჩვენებას, რომლებსაც სპეციალურად თქვენთვის წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალი SIFA. თქვენ წინაშეა მორიგი 10 სარეკლამო რგოლი, მორიგი 10 საინტერესო იდეა, რომლებიც ჩვენ გარკვეულ საფეხურებზე განვათავსეთ. მაშასე ბოლოდან პირველი, მე-10 საფეხური. Patent soft spread, პასპორტი. ადამიანები ფრიად განსხვავებულები არიან. ზოგს ჭკუა აკლია, ზოგს დივობა და ტაქტი. თუმცა არაფერ შუაშია ტაქტი და დივობა, როდესაც გიყვარს ჭამა. მე-9 ადგილი ჩვენ საერთოდაც არასარეკლამო ათეულში. Vitana dumpling soup. მოქცევის მანერები. Vitana dumpling soup. Vitana dumpling soup. გემოსული ჰარმონია. ვაგზავნებთ და შევახსენებთ, რომ ყველა უფლება ამ შესანიშნავს სარეკლამო რგოლებს და ეკუთვნის კავკასიის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალს SIFA-ს. და ხანდახან ჩვენს. მადლობას ვუხდით ჩვენს უფროს მეგობარს SIFA-ს და კიდევ იმათ, ვინც მომდევნო რეკლამა გადაიღეს. კომენტარი ასეთი შეიძლება გაკეთდეს. კამფეტიცაა და კამფეტიც. Mini baby bell. სტამბა. ბედნიერების 360 გრადუსი. მაესტროს ეთერშია ყველაზე არასარეკლამო გადაცემა რეკლამაზე. დაწუნებული ვარ, ჯერ არანაირად არ მოგიწყენია. წინ კიდევ 1-7 სარეკლამო რგოლი გელით. ფესტივალზე შემჩნეული და აღნიშნული რგოლები. მე კი იმას აღნიშნავ, რომ რეჟისორებს ხშირად საკმაოდ მზაკული იდეები მოძდით ხოლმე თავში. მე-7 საფეხური ჩვენს ათეულში. კალვა соусები. ჰოთ-დოგი. So good. კალვა საყვარლისთვის. ახლა კი ერთდროულად 2 სარეკლამო რგოლს გაჩვენებ და თავად მივხვდით რა აერთიანებთ მათ. მე მოცხად გავჩუმდები და ეთერს ვთვლობ 2 სავსებით არამორცხვ და ენერგიულ არსებას. მათი ემოციების წინაშე ჩემი ემოციები უადგილოა.
კომტელი. კომტელი, ჩვენ კარგი ტიპები ვართ. სიფა, კავკასიის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალი. რენო კონგო, იფრობს გულებს შარმის გარეშე. აი ასეც ხდება მაშინ, როდესაც სურთ რომ რეკლამა ძალიან დასამახსოვრებელი იყოს. თუმცა რენოს წარმომადგენლებს არაფრით არ ჩამოუვარდებიან პეჟოს წარმომადგენლები. ახლა შეგიძლიათ თავზე დადგეთ და ყირამავარ მდგომარეობაში იყუროთ იმას, რასაც ახლა დაჩვენებთ. კიდევ ერთი ხულიგნური იდეა ჩვენს ათეულში. პეჟო 406, თავდაყირა. პეჟო 406, დიზაინი, რომელიც იზიდავს გზას. მაესტრო და რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის სიფა ენერგიულად წარმოგიდგენთ იმ რგოლებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს რეკლამის შემფასებლების აღფრთოვანება გამოუწევია. ახლა კი თანამედროვე კომუნიკაციის იმ საშუალების შესახებ, რომელიც მილიარდობით ადამიანის აღფრთოვანებას და ინტერესს იწვევს. თუმცა რეკლამა ყველაფერს სჭირდება. ვისთვისაც ინტერნეტი არ არის უცხოხილი, შესანიშნავად მიხვდება რაშია საქმე. დანიელ. ამბობენ ბერს დაობენ იმის შესახებ არის თუ არა რეკლამა ხელოვნება. მოიგავებთ. შეხედეთ ყველაფერს არა მხოლოდ შავ-თეთრ, არამედ სხვადასხვა ფერებშიც და პასუხის თავისთავად გამოჩნდება. მეორე ადგილი ჩვენს ყველაზე არასარეკლამო ათეულში. კოდაკი, კამელეონი. და ჩვენი ათეულის პირველი ადგილის მფლობელის გამოცხადების დრო. ნახეთ როგორ შეიძლება საყოველთაო მოხმარების საგნის საყოველთაო მოწონების ობიექტად ქცევა. მაშასე, ყველაზე მაგარი რგოლი დღევანდელ ათეულში. Durex-ის პრეზერვატივები, მოედანი. Durex-ი 100 მილიონი მიზეზისთვის. ისე და ისე მადლობა სიფას ჩვენთან მეგობრობისათვის და თქვენ იმისთვის რომ ტელევიზორებთან არ ჩამოგეძინათ. ეთერში იყო ყველაზე არასარეკლამო გადაცემა რეკლამაზე. მომავალ ეთერამდე. სიფა, კავკასიის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალი. მადლობა სუხთით საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს დახმარებისათვის.